მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულმეცი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ გაგეთნობით მე ვარ კატო. და დაგიანონსებთ, რომ 4 და 5 თებერვალს იქნება ესეთი გრანდიოზული აქცია. 5 კითხვა იქნება მხოლოდ 10 ლარად. ხოლო რაც შეეხება 10 კითხვა იქნება 20 ლარად, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ ყოფნის ხოლმე 5 კითხვა და შესაბამისად მეტი რაოდენობით უნდათ ხოლმე დასმა. ამიტომ რაღაცა თქვენთვის მოგებული აქცია შევიმუშავე და იმედია მოგეწონებათ. ჩაწერა ხდება წინასწარ. აგზავნით მერე კითხვებს და იღებთ პასუხებს ვოისებით. ეხლა კი მოდით გავაკეთოთ. ძალიან დიდი ხანი არ გამიკეთებია რუბრიკა რა იყო, რა არის და რა იქნება. ნახოთ. აბა ჯერ გიპოვით თქვენ და თქვენი პარტნიორი, თქვენი პარტნიორი აშკარად უკვე მოგწონდა და ნახოთ თქვენ სად ხართ. როგორც ჩანს, თქვენსა და თქვენი პარტნიორის შორის რაღაცა ძალიან ბევრი სიტუაცია არის, რომელიც გიშლით ხელს რაღაცეებში. არა ნახოთ, თქვენც მოხვედით. თქვენ და თქვენი პარტნიორი მოგზანდით უკვე. ნახეთ, თქვენი პარტნიორი რა ხდება მის ცხოვრებაში, არის რაღაცა თუ კი რამე ცუდია გაკეთებული, თუ კი რამე ტკივილი აქვს მიყენებული ვინმესთვის, თუ კი რამე ესეთი არასასიამოვნო მდგომარეობა არის, რაღაცნაირად თითქოს იმკის ამ ყველაფერს, თითქოს ესე ვიტყოდი, უკან უბრუნდება ბუმერანგივით. და რო გითხრათ, რომ ძალიან ისეთი ბედნიერ მდგომარეობაში არის, ნამდვილად არ არის, რაღაცა თავის ფიქრებში არის, თავის ემოციებში არის, ხო? და აი შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება რაღაც მომენტში აანალიზებდეს კიდევაც სიტუაციას, რომ რა და როგორ დააშავა, რომ ესე უტრიალდება ყველაფერი ოღონდ ცუდი ასპექტში. რატომღაც თქვენ რაც შეგეხებათ, თქვენ თითქოს რაღაცნაირად იყურებით ამ ადამიანისკენ, მაინც სადღაც მაინც გაქვთ მის დამი რაღაცა ესეთი ფიქრები და ხშირად ფიქრობთ ამ ადამიანზე, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ აი იცით როგორი მომენტია, ძალიან ბევრი ენები, ძალიან ბევრი სიტუაციები არის თქვენს ცხოვრებაში, რომელიც თითქოს გაკარგვინებთ სურვილს რაღაცა სიტუაციურად. ხო, აი რაღაც მომენტში ესე ვიტყოდი, რომ თქვენ ურთიერთობაში თქვენს ურთიერთობაში როგორც ჩანს რაღაცა ცოტა განხეთქილება, რატომღაც ესე წამოვიდა პირდაპირ, თუმცა ვნახოთ რა ამცლად ესე აუცილებელი არ არის, რომ იყოს, ხო? მაგრამ თქვენ ენერგეტიკაში როგორი მომენტია და რაღაცნაირად გინდათ გარღვევა სიტუაციის და როგორც ჩანს გაიგებთ ისეთი ინფორმაციას, რომელიც თქვენთვის შეიძლება არასასიამოვნო იყოს, შეიძლება რაღაცა ტკივილიც კი მიიღოთ, ხვდებით, არის თქვენს ენერგეტიკაში ეს მდგომარეობა, თუმცა რატომღაც აი თქვენ თვითონ შეიძლება ითქვას, თქვენ თვითონ იბლოკავთ თავს რაღაცა მომენტში, ერთ წრეზე ტრიალებთ, არ ცდილობთ რაღაცა სიტუაციებიდან გასვლას, რატომღაც აი ესე ჩანს თქვენი ენერგიები. ნუ კარგით, ნახოთ რა ხან ეგრეა. ნახოთ. რა იყო? რა არის? და რა იქნება? ნახეთ, ცოტა უცნაურად არის ყველაფერი. რა იყო? იყო ძალიან კარგი მეგობრობა, ძალიან კარგი ურთიერთობა, იყო ძალიან კარგი ემოციები. აქ შესაძლებელია ვიღაცები ოჯახზე არის საუბარი, ან ოჯახი ჰქონდათ.
და ვთქვათ რაღაც ვიღაცა ჩაერია ხო აი აქ იყო ძალიან ისეთი სასიამოვნო კარგი ურთიერთობები თითქოს რაღაცნაირად ფორტუნაც თქვენსკენ იყო და ყველაფერი კარგად ლაგდებოდა მაგრამ სამწუხაროდ აქ კიდევ ერთხელ გეტყვით ჩაერია მესამე პირები რომლებმაც მოახერხეს და მოახდინეს თქვენი ურთიერთობის დაბლოკვა თქვენი ურთიერთობის დასრულება თქვენი ურთიერთობის დანგრევა ასე რომ აი ყველაფერი რაც ემოციურად დადებითად მოდიოდა და თითქოს ცხოვრება აი რაღაცა შემოტრიალებული იყო თქვენსკენ მესამე პირებმა შეძლეს ამ ყველაფრის გაფუჭება. აქ შეიძლება იყოს როგორც პარტნიორული ურთიერთობა, ასევე ყოველთვის მომხმარე შესაძლებელია იყო ოჯახური მდგომარეობაც. რა არის დღესდღეობით? დღესდღეობით მოდით ესე გეტყვით, აქ თქვენ შორის ცოტა ისეთი უცნაურია, მაგრამ რაღაცნაირად როგორც ჩანს არის შანსი იმის, რომ თქვენი ურთიერთობა განახლდეს, ხო? აქ რაღაცა თითქოს გეგმების მომენტი უფრო არის, ვიდრე რაღაც ქმედება, თუმცა შესაძლებელია რაღაცასთან ქმედების მდგომარეობაც იყოს. რა არის ამ ეტაპზე თქვენ შორის? არის ის მომენტი, როდესაც განახლება უნდა მოხდეს ურთიერთობის, როდესაც უნდა მოხდეს ხელისთხოვნა, როდესაც უნდა მოხდეს რაღაცა სიყვარულის გაახლება, მაგრამ არ ვიცი რატომღაც მე უფრო ისეთი მომენტი მაქვს, რომ აქ თქვენ შორის არა. აქ უფრო ერთ-ერთი მხარე აკეთებს განახლებას თავის ცხოვრების. არ ვიცი რატომ მომდის ესე, მაგრამ რა იყო, რა არის და რა იქნება სფარგლებში, ძალიან ისეთი გაგიკვირდებათ და რა არის მე ვერ ვხედავ აქ თქვენს ურთიერთობის აღდგენას. აქ უფრო ვფიქრობ, რომ რომელიღაცა მხარეს უფრო აქვს რაღაც ის მომენტი, რომ გეგმავს სიახლეს თავის ცხოვრებაში, გეგმავს ოჯახის შექმნას, გეგმავს გამოჩნდა მის ცხოვრებაში ვიღაც იდეალური ადამიანი თუ იდეალურთან მიახლოებული და ცდილობს მოიმკას ის მდგომარეობა, რაც დათესა, ხო? რაღაცა შეავსოს, რაღაცა გააკეთოს, რაღაცა წინ წავიდეს, აქ უფრო რაღაცა ესეთი გეგმების მდგომარეობა. ოღონდ ცალ-ცალკე მდგომარეობაში რატომღაც, აი რატომღაც ეს მომენტი ძალიან ესე მკვეთრად გამომესახა ამ ეტაპზე მე პირადად. ასე რომ როგორც ჩანს ურთიერთობა რა იყო დასრულდა და ყველამ ჩვენ საქმეს მივხედეთ, ხო? ყველამ ჩვენ თუმცა თქვენ მაინც გაქვთ ის მომენტი, რომ რაღაცა იქეთ იხედებით, ხო? აი შეიძლება ითქვას, რომ აკეთებთ გაანალიზებასაც ხო ეთქვათ უკვე თუ თქვენი მხრიდან არის აქ ურთიერთობის აწყობა, დაალაგება და სხვა ადამიანი გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში, ხო? თითქოს რაღაცა მომენტში შედარებას აკეთებთ, ან გადაანალიზებას აკეთებთ, როგორი გინდათ თუნდაც, ხო? აი შეიძლება არც არავინ არ იყოს, მაგრამ ნახე არ მინდა, ხო? რა რამდენიმე შეიძლება რაღაც ვიღაცას ველოდო ან უბრალოდ მინდა მეც რომ ცხოვრება სხვა რაკურსით წავიყვანო. აქედან გამომდინარე რაღაცა ეს გეგმების მდგომარეობა არის. რა იქნება თქვენს ცხოვრებაში და თქვენს ურთიერთობაში, მოდით ესე ვიტყოდი, აქ უკვე რო გითხრათ, რომ რაღაცა აღდგენა იქნება, ნამდვილად მოგატყუებთ. აქ უფრო ნელ-ნელა ჩახსნა უფრო ხდება კიდე ემოციების რაღაცა დრო უკვე თავისი მოიტანა რაღაცა თითქოს განკურნებისკენ. ნახეთ, აი ზუსტად ის მომენტი, რომ გეგმები გაქვთ ახლა თქვენი ცხოვრების წინ წაყვანის იმას ცალკე თქვენ ცალკე და აქ უკვე რაღაცა თითქოს გავიარეთ, დავასრულეთ და აღარ გვინდა რაღაცა შეტრიალება. თუმცა ერთი მომენტი აუცილებლად გექნებათ შემოტრიალება სიტუაციის გამოჩენა ამ ადამიანის როგორ მომენტში იცით რომ აი რაღაც ინფორმაციული მდგომარეობით
არა რაღაც ურთიერთობის აღდგენით, არა რაღაცა ნაბიჯებით, არა რაღაცა გეგმებით თქვენთან მიმართებაში, არა, აი რაღაცა თითქოს გასარკვევად თუ რაღაცა დასასრულებლად თუ რაღაცა ინფორმაციული მდგომარეობის სიტუაციით ეცდება, რომ აი რაღაცა შეიძლება ითქვას რჩევის სახით უფრო აი როგორც მეგობარი მოვიდეს და გკითხოთ რომ აი ამაში რას მირჩევ რა გავაკეთო, აი ეს უფრო არის შესაძლებელი ვიდრე ის მომენტი რომ ამ ადამიანმა რამე სერიოზული ურთიერთობაზე ისაუბროს და რაღაცა აღდგეს თქვენი ურთიერთობა. აქ ძალიან ბევრი რო იტყვიან ესეთი სისინა ადამიანები არიან ჩარეულები, იმდენად ესეთი მდგომარეობა, რომ აქ არ მგონია რომ თქვენს გინდოდეთ რამის აღდგენა. აქ უფრო როგორი მომენტია ისეთ აი გულის წყვეტის მდგომარეობა, როდესაც რომ აი რაში დავხარჯე დრო, ვის დავახარჯე დრო, ხო აი რატო გავაკეთე, აი რატო ვავნე საკუთარ თავს, აი რაღაც ეს მომენტია და აი ძალიან სასიამოვნო არის ახლანდელ მდგომარეობაში, რომ თუ თქვენს ცხოვრებაში უკვე მართლაც გამოჩნდა ეს ადამიანი, რაღაც აქ არის ისეთი კარგი გეგმები და მე მგონი აღარ ღირს ამ ადამიანთან მიმართებაში არც მომავალზე ფიქრი და აღარც წარსულზე ფიქრი, იმიტომ რომ არის იმის ბედნიერების მდგომარეობის საშუალება, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და ნამდვილად შექმნათ ოჯახი, შექმნათ თქვენთვის სტაბილურობა, სიმშვიდე, სიმყუდროვე და იცხოვროთ ძალიან კარგად, ხო, ძალიან ესეთი თქვენი მიზნები მიიღოთ და თქვენს მიზნებთან მიმართებაში ჰარმონიულობა მიიღოთ, ხო და არ იყოთ რაღაცა გაურკვევლობებში. ახალი წიგნი დაწეროთ, ასე რომ რა იყო, რა არის და რა იქნება, იყო ყველაფერი კარგად, დასრულდა დღესდღეობით. გაქვთ თქვენ შანსები, გაქვთ იმედები, იგეგმებით და რა თქმა უნდა ძალიან კარგია ეს ყველაფერი და რა იქნება, იქნება ის, რომ ერთადერთი გამოჩნდება ეს ადამიანი, ოღონდ არა დასაბრუნებლად, არამედ კიდევ უფრო დასასრულებლად, რაღაც ინფორმაციული მდგომარეობით, რომელიც შეიძლება თქვენთვისაც რაღაცის გახსნის მდგომარეობა იყოს და ან უბრალოდ მან გთხოვოთ დახმარება რაღაცა სიტუაციაში. ასე რომ აი ესეთი გაშლა გამოვიდა ამ რუბრიკის. მე წარმატებულ ურთიერთობას გისურვებთ, ბედნიერებას ითეულ თქვენთაგანს და სამყაროს გამოეგზავნოს თოვლი თქვენთაგანისთვის ის ადამიანი, რომელიც გაგაბედნიერებთ.